მოგწონს კონსტრუქციული ექსპერიმენტები არქიტექტურაში. მაშინ ეს უნდა ნახო. ეს არის კიდევ ერთი პროექტი ანდების მთებში, ახლა უკვე სიერა ნევადაში, ჩილეში. კასა en los Árboles, სახლი ხეებში. მაქს ნუნიეს არქიტექტორმა ის მთვარის მოდულს შეადარა. სახლის კონცეფცია სუპერ მსუბუქია. სახლი ისეა დაპროექტებული, რომ მინიმალური გავლენა მოახდინოს ტყეზე. არქიტექტორებმა ვერტიკალური მანქანის მსგავსი სახლი ფოლადის კარკასზე აძიეს. ეს სტრუქტურა ეყრდნობა 4 დიაგონალურ სვეტს, რაც საშუალებას იძლევა რომ სახლი ხეების მოჭრის გარეშე აეწყოს. წინასწარ დამზადებული ელემენტებით ის სულ რამდენიმე თვეში ააგეს. კასა en los Árboles დაყოფილია 3 კომპაქტურ ნაწილად. მეორე და მესამე სართულები ჰაერში კონსოლურად არის გამოწეული, რომ თოვლი შესასვლელთან მიწის ზედაპირზე არ დაგროვდეს. სახურავიც იგივე პრინციპით არის მაქსიმალურად დახრილი. მეორე სართულზე საძინებლებია მოთავსებული, მესამეზე მისაღები და სამზარეულო მიწიდან 12 მეტრის სიმაღლეზეა აწეული და ის სადამკვირვებლო კოშკის ფუნქციასაც ასრულებს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. ეს დიზაინი ქმნის მჭიდრო კავშირს ბუნებასთან და დროის მსვლელობასთან. თუ გიყვარს ინოვაციური არქიტექტურა, გამოვყევი მეტი შთაგონებისთვის.